ბეჟო ამირანაშვილი გახლავთ ჩვენი სტუდიის სტუმარი, ტრიო აპრილიას წევრი და რა თქმა უნდა ტრიოს წევრებიც ჩვენთან ერთად გახლავთ, ჩვენი გადაცემის სტუმრები, ვისაუბრეთ ტრიოს სიახლეებზე და ასევე მოვისმენთ კიდევ ერთ ახალ სიმღერას მათი შესრულებით. დილომშვიდობისა, მოგესალმები და დიდი მადლობა მინდა გითხრათ ჩვენთან მოგზაურობისთვის. მადლობა თქვენ მოწვევისთვის, ძალიან მიხარია ყოველთვის თქვენთან სტუმრობა გადაცემაში. ჩვენთან ადრე გადაცემაში მოუყევით ტრიო აპრილიას ჩამოყალიბების შექმნის შესახებ ჩვენს მაყურებელს და მთელი საზოგადოებას, მთელი საქართველოს შესანიშნავად გიცნობთ და იცნობს ტრიო აპრილიას. ახლა კონკრეტულად მინდა ვისაუბროთ თქვენი ახალი სიმღერების შესახებ და იმ დაგეგმილი კონცერტების შესახებ და საღამოების შესახებ, რომლებსაც ბუნებრივია აჩუქებთ საზოგადოებას. კი ბატონო. ესე იგი ჩვენი ტრიო აპრილის თვეში ხდება 2 წლის. მოკლედ ამ 2 წლის განმავლობაში ჩვენი ალბომი გამოვუშვით, სადაც 12 სიმღერა შევიდა და 4-5 თვის უკან სინგლად გამოვუშვით ცალკე ახალი სიმღერა, რომელსაც ქვია თეთრი ნისლები. და რაღაცნაირად ეს სიმღერა ისეთი რა გამოგვივიდა, რაღაცა ცოტა ვერიდები ხოლმე ამის խոսა, რაღაცნაირად ისეთი საყვარელი და ღრმა გამოვიდა, რომ ხალხს ან კონცერტზე ხვდებით, მივხვდით ხოლმე ხალხის რეაქციას, რომ გთხოვეს გამეორება რამდენჯერმე გვემღერა, მოკლედ ძალიან ბედნიერები ვართ ამ ფაქტით. სიმღერა ჩავწერეთ ჩვენს მეგობართან დავით უგრეხელიძესთან, რომელიც არანჟირების ავტორი გახლავთ ამ სიმღერის და ყველა ჩვენი სიმღერის ჩვენ მეგობარია და თუ უმჭირესი ადამიანი. მუსიკა ლექსი ლექსი ეკუთვნის ქალბატონ მაკაბლიაძის და უღრმესი მადლობა ქალბატონ მაკას შესანიშნავი ტექსტისთვის. მუსიკა არის ჩვენი ტრიო აპრილიას წიაღისეულიდან წამოსული, ესე ვთქვათ, მუსიკა და რავით, საერთო ჯამში გამოგვივიდა, ვფიქრობ, კარგი სიმღერა. სხვადასხვა ქალაქში, საქართველოს სხვადასხვა ქალაქში რამდენად არის გეგმაში, რომ ჩატარდეს კონცერტი და კიდევ უფრო მეტმა ადამიანმა ნახოს თუ რას წარმოადგენს ტრიო აპრილი. გეგმა აუცილებლად არის, ამაზე მუშაობს ჩვენი პროდიუსერი ოთუ ედიშერაშვილი, ჩვენი მეგობარი, მაგრამ აქცენტები ძირითადად იყო ეს საკონცერტო აქტივობები, თბილისში მქონდა, ბაკურიანში იყო, გამომდინარე იქიდან რომ სეზონი იყო. და გეგმავთ აპრილში 2 წლის თავთან დაკავშირებით სოლო კონცერტს, ოღონდ ჯერ დეტალები არ არის ცნობილი და როგორც კი გვეცოდინება ყველაფერი, მოგბრძანდით, დაპატიჟებული ბრძანდებით. დიდი სიამოვნებით აუცილებლად. ბეჟო, რაც შეეხება იმ დისკს, რომელიც გამოეცით, რომელშიც 12 სიმღერა არის შესული, საინტერესო არის ეს სიმღერები, ვთქვათ, ისევ ტრიო აპრილიას ფარგლებში შეიქმნა თუ არა მუსიკა, თუ კონკრეტულად თქვენი ტრიოსთვის არის სხვადასხვა კომპოზიტორის მიერ დაწერილი სიმღერა. მოგახსენებთ. ესე იგი ჩვენ გვიყვარს ხოლმე ჩვენი სიმღერების მღერა. ანუ არანაირი ამბიცია რაღაცა იმის არ ვაქვს, რომ აი რაღაც ჩვენ ყველაზე მაგრად ამ ყველაზე ცუდად ან რაღაც. უბრალოდ ჩვენ გვერდით ჩვენ სიმღერებს, რომელსაც მუსიკას ძირითადად წერ მე ბიჭები ერთად ვაკეთებთ ხმებში, რაღაცა არანჟირება კეთდება და უკვე საერთოდ ვფიქრობთ რა მიმართულებით უნდა წავიდეს სიმღერა, როგორი სახე უნდა გქონდეს. ჩვენს ალბომში სახელწოდებით პირველი შესული ამ 12 სიმღერიდან 11 არის ჩვენი შემოქმედება და ერთი გახლავთ ქალბატონი რუსტან სერვისკვერაძის იგალობეს ღაპრიჩიტო ესე ქვია. სხვა შორის მის საბავშვო კრებულში იყო ეს შესული ეს სიმღერა და მოკლედ ჩვენი ტრიოს შექმნის ისტორიას დაკავშირებული ამ სიმღერასთან, ოთოსთან, ჩვენს პროდიუსერთან, მეგობართან და ქალბატონ რუსლანთან და ერთადერთი სიმღერაა, რომელიც შესულია სხვა კომპოზიტორის ჩვენს ალბომში ეს სიმღერა. მოდი ვიდრე სიმღერას შეუსრულებდეთ ჩვენს მაყურებელს, კიდევ ერთხელ შევახსენოთ და ვუთხრათ, როგორ შეიკრიბა ეს შესანიშნავი გუნდი და როგორ შეეწყო თქვენი ხმები ერთმანეთს 2 წლის წინ. კი ბატონო, მოკლედ იდეა ეკუთვნის ოთარ ედიშერაშვილს, ისევ მას როგორც სახელწოდება ჩვენი ჯგუფის აპრილია. მე და ლევანი ბავშვობის მეგობრები ვართ, ესე სულ მღეროთ ცალ-ცალკე ყველას გიგასაც, ლევანსაც მეც მუსიკალური ცხოვრება, ისტორია გვაქვს, ესე იგი გიგას თავის პროექტები აქვს, მე ჯგუფ მგზავრების გიტარისტი ვარ ასევე, ლევანიც თავის შესანიშნავი ხმით სოლო კარიერა და მოკლედ ოთომ შევყრიბა და მის იდეა იყო რომ რაღაცა ტრიო, გამომდინარე იქიდან რომ ტრიო რაღაც ძალიან ქართული ჟღერადობა არის, თვითონ აი სურვილი ქონდა რომ რაღაცნაირად აი ამ ქართული ჟღერადობიდან ამ წიაღიდან წამოსული ყოფილიყო რაღაც ჩვენი ტრიო. მე ჩამოყალიბდა არაჩვეულებრივი ტრიო, რომლის სიმღერებიც უკვე საკმაოდ შეიყვარა მაყურებელმა და მსმენელმა, რაც შეგვისრულებთ დღეს. თეთრ ნისლებს შეგისრულებთ ჩვენს ახალ სინგლს, რომელიც თქვენი სიმღერაა, ხო? დიდი სიამოვნებით მოგაწოდეთ მიკროფონს. გადაინაცვლოთ მეგობრებთან ჩვენს პატარა სცენაზე და
ჩვენი მაყურებელიც დიდი სიამოვნებით მოისმენს თქვენს შესანიშნავ სიმღერას. ვეტყვით მანამდე მაყურებლებს ტრიო აპრილიას წევრები ბეჟო ამირანაშვილი, ირა ჯალაღონია, ლევან ჯორჯიაშვილი იყვნენ ჩვენი სტუდიის სტუმრები. როცა გაზაფხულზე გიხმობს და გეძახის დღეის ფერისა ოცარი იების ქარავანს გიტოვებს ღამით და ამბობს რომ არც ისე შორს არის თეთრი ნისლები თეთრ ქარავანსაც ერთ დღეს ქარები მოიდა შენთან გამოყვები და მეც გავწვიმდები და ეს იქნება რაც უნდა მეთქვა თეთრი ნისლები თეთრ ქარავანსაც ერთ დღეს ქარები მოიდა შენთან მე გავწვიმდები ასე უბრალოდ მე მოვაშენთან გავაქრობ მანძილსაც ერთხელაც გიპონი ეს ჩვენი შეხვედრის დრო არის და მერე ვხვდები რომ არსად არ წასულა შენი ადაგანა შორს არის თეთრი ნისლები თეთრ ქარავანსაც ერთ დღეს ქარები მოიდა შენთან გამოყვები და მეც გავწვიმდები და ის იქნება რაც უნდა მეთქვა თეთრი ნისლები თეთრ ქარავანსაც ერთ დღეს ასე უბრალოდ მე მოვაშენთან მოდი დაიღავი ჩემი გაზაფხული დღეის ფერისა ოცარი იების ქარავანს გიტოვებ ღამით და ვამბობ რომ არც ისე